მოგესალმებით საღამო მშვიდობის თქვენ უყურებთ და უსმენთ მედია კავშირ ობიექტივს ეს გახლავთ ток-შოუ დღის ბოლოს რომელსაც მე მერაბ ჭიქაშვილი უძღვები და 50 წუთის განმავლობაში ვიქნები თქვენთან ერთად ხოლო ჩვენ დღევანდელი გაცემის სტუმარი კი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი ფრაქცია პატრიოტების თავმჯდომარე ბატონი გიორგი ლომია მივესალმები მას ჩვენთან სტუდიაში პირდაპირ ეთერში ასევე მივესალმები ყველას ვინც გვისმენს FM 105 დაერზე და ყველას მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ და რა თქმა უნდა ჩვენს ერთგულ მაყურებელს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ემიგრანტებს ვისაც აქვს საშუალება ობიექტივს თვალყური ადევოს დავიწყოთ ჩვენ დღევანდელი გადაცემა აი ვიდრე გაცემას დავიწყოთ მე და გიორგი ბატონ გიორგისთან საუბრობდი ზუსტად პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით და რაღაცნაირად ესე შეკითხვა გამიჩნდა ბატონო გიორგი სხვა შორის გახსოვთ 8 მარტის შეთანხმების დროსაც როცა ელჩების მონაწილეობით უკვე შედგა შეხვედრა მაშინაც ესეთი მიზეზი იყო რა კრიზისში შევიდა ქვეყანა სახელმწიფო ხელისუფლებამ ოპოზიციამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება მაშინაც ჩაარიან ჩვენ ქვეყანაში არსებული ელჩები სტრატეგიული პარტნიორები მეგობრები მოდი ყველანაირად დავურქოთ მათ თავიანთ სახელები და მაშინაც აღარ დონემდე გადაწყდა რაღაც საკითხები ეხლაც საქართველოში ვიზიტით ჩამოდის აი ხა წუთზე თუ არ ვცდები დაждდება თვითმფრინავი რომელიც საფრანგეთიდან თურქეთიდან მოფრინავს სხვა შორის საფრანგეთიდან თურქეთში ტურია ვიცით ყველა ცნობილია და მაინც ოპოზიცია მედია მოლოდინშია მნიშვნელოვანი სტუმარია რა თქმა უნდა მაგრამ ესეთი შეკითხვა მიჩნდება ბატონ გიორგი მაშინაც ჩვენ ხშირად საუბრობთ ამ თემაზე და იცით 30 წლის განმავლობაში მოდი დავანებოთ აი პოლიტიკურ კონიუნქტურა კი ბატონო ჩამოვიდა აი რომ მოხსნათ ეს ყველაფერი მაგრამ უშუალოდ როცა არის საუბარი ჩარევაზე როცა რაღაც გადაწყვეტილების მიღება 30 წლის განმავლობაში საქართველოში ჩვენ რასაც გულისხმობთ საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს არსებულ მთავრობებს 30 წლის განმავლობაში კონკრეტულად მნიშვნელოვანი საკითხი ვერ გადავწყვეტეთ ვერცერთხელ მაინც გამოდის რომ დიახ კი ბატონო სტრატეგიული პარტნიორები მეგობრები პოლიტიკური პარტნიორები მაგრამ ერევიან და ისინი წყვიტავენ ეხლაც ეს ფონია ბატონო გიორგი მე არ მინდა გავხსნე მოვლენებს და ასეთი აი ეხლა დაძაბული სიტუაციაა იმიტომ რომ ხედავთ ხო გაყალბებული არჩევნები ოპოზიცია არ შედის ჯერჯერობით ერთსულოვანი ოპოზიცია რა თქმა უნდა ცალსახად კიდე გულისხმობ ოპოზიციას რომელიც არ დგას იმათთან ერთად მაგრამ პრინციპულად არ შედის ისიც მაგრამ აი თითქოს და რაღაცა გადაწყვეტას ველოდებით. აი რაღაცა პომპეოს ვიზიტიც აი მნიშვნელოვანია და პომპეოს ვიზიტამდე აი ეს კიდევ ერთხელ ვახსენებთ რომ ელჩებთან ხდება რომელშიც მოლაპარაკებაში თქვენ იღებთ მონაწილეობას. 30 წელია ჩვენ ვერ ვწყვიტავთ ჩვენ საქმეებს, ჩვენ პრობლემებს. ესე გამოდის, არ მგონია შეკითხვა ასეთ იყოს. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, მეგობრ პარტნიორებს, მეზობლებს ყველას, მაგრამ 30 წლის განმავლობაში ვერ გადავწყვიტეთ თავარი საკითხები ჩვენ. ეს ხომ თავარია რა, არჩევნების სისტემა, კანონი, შედგება თუ არა არჩევნები, როგორ იქნება არჩევნები და ასე შემდეგ. რაშია პრობლემის არსი რაშია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ასე ხედავს. მოგესალმებით მერაბ, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს. საქმე იმაშია, რომ არსებობს ესეთი რამ სპილოს ეფექტი. აი პატარაობიდან სპილოს ჯაჯვზე რო აბავენ, სანამ პატარაა, ხო ხტები ჯაჯს ვერ წყვეტს. და ეჩვევა ამ მომენტს და როცა იზრდება, შეუძლია ერთი ფეხის გაქნევით, რა თქმა უნდა, გაწყვიტოს ჯაჯვი, მაგრამ იმდენად ჩამჯდარია ტვინში, რომ ჯაჯს ვერ წყვეტს, რომ არც კი ცდილობს ამის გაკეთებას. უკვე დამორჩილდა ამ ყველაფერს, დამორჩილებულია და ეგ არის ზუსტად რომ ჯაჭვის გადიდება კი არ არის საჭირო. იგივე ზომის ჯაჭვია, მაგრამ უბრალოდ მცდელობაც კი არ აქვს სპილოს. ის ვერ უშვებს რომ კი, რომ რადგან ამდენი წლის განმავლობაში მაშინდელი ახსოვს, ხო ხტები? ეხლა რაც შეეხება ჩვენს იმ რეალობას, რა რეალობაში ცხოვრობთ. აი 30 წლის თქვენ ახსენეთ ახლა რომ 30 წლის განმავლობაში ვერ წყვეთ ვერც ერთ პრობლემას. თავარ საკითხებზეა საუბარი. თავარ პოლიტიკურ იდეოლოგიურ ჩვენ გეთანხმებით. თქვენ და ჩვენც და ყველა მიგვაჩვიეს იმას რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენ არ შეგვიძლია არსებობა თუნდაც საკუთარი ინტერესების გატარებით. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიღაცაზე ვიყოთ დამოკიდებულები, სხვანაირად ქვეყანა ვერ გადარჩება. შენ როდესაც შენ ცდილობ რომ შენი ინტერესები გაატარო,
ესე ვთქვათ, ეს ყველაფერი უნდა დაივიწყო, იმიტომ რომ პირველ რიგში შენ ხარ სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი და ეგრე იყო იმ 30 წლის წინ, როცა ამას გვაჩვევდნენ და 30 წლის მანძილზე ყოველდღე ამას ტვინში რო გიდებენ, მით უმეტეს ეს პროლიბერასტული ტელევიზიები, ბუნებრივია რომ ხალხს უკვე პრინციპში არც უჩნდება აზრათაც კი რომ ჩვენ შეიძლება რამე გადავწყვიტოთ. მცდელობა შეიძლება გქონდეს, რომ მცდელობა მაინც, მე არ გეუბნები, რომ გადავწყვიტავთ და ვიზავთ. მცდელობა მაინც, რომ ბიჭო, მოდი ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, რა გვინდა შუამავალი, კი ბატონო, ღმერთმა გაუმარჯოს და დიდი მადლობა იმისათვის, რომ ვიღაცა ცდილობს შენთვის კარგის გაკეთებას, ისიც ჯერ საკითხავია პირველ რიგში შენთვის თუ პირველ რიგში მისთვის, თუ საერთო პოლიტიკისთვის. ხო. ამისთვის მაინც მადლობას ვუხდით, მაგრამ ეს ხო ჩვეულებრივი ამბავი, ანუ აი ხლა მაგალითად ჩატარდა არჩევნები, ხო, რაღაცა ხდება, რაღაც სიტუაცია დაიძაბა ქვეყანაში ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩამოდის ადამიანი, ან ერევა ქვეყანა, რომელმაც უნდა მიგაღებინოს ფაქტიურად გადაწყვეტილება. აი ხლა რა გადაწყვეტილება უნდა მიგაღებინოს? აი მარტივად რას აპირებდი და რა გადაწყვეტილება მიიღე. ესე იგი შენ თუ აპირებდი სხვა რამეს და სხვა გადაწყვეტილება მიგაღებინეს, ესე იგი შენ წააგე ბუნებრივია რომ სხვა მიზანი ქონდა და სულ სხვა გზაზე დაგაყენეს, ხო ასეა? თუ ჩამოდიან და მაინც იმ გადაწყვეტილებას გაღებინებენ, თქვა, რაზედაც ისედაც თავიდან ვიდექი, მაშინ ჩარება სულაც არ არის საჭირო. ესე იგი შეიძლება თქვან რომ მაგალითად შენ მცდარ გზაზე იდექი და უკეთესი გზა არსებობს. მაგრამ ეს არჩევნებთან დაკავშირებით, არ შეიძლება რომ ესე ვთქვათ, იყოს კავშირში და რატო? იმიტომ რომ თუ მე ვამბობ რომ გამიყალბეს არჩევნები, არ შეიძლება შენ ჩამოხვიდე და მითხრა რომ დღეს ეს გაყალბებული მიიღე, ესე ვთქვათ, შეირგე და 4 წლის შემდეგ ისევ დაიწყე ბრძოლა, ისევ ანუ რას გეუბნება რომ დღეს შენ დამორჩილდი, მიიღე ის თუნდაც 3%, როცა შენ გეკუთვნის თქვა. შედი, არა უშავ, შედი 4 კაცი, ანუ ესეთი საუბრები. ხო, მაგას გეუბნები რა, რომ ეგ შენი 4 კაცი მიიღე, მიუხედავად იმისა, რომ შენ 20 გეკუთვნის, მაგრამ შენ მიიღე 4 და 4 წლის შემდეგ ისევ სცადე და თუ ხალხი დაგიჭერს, ანუ განა იმას ვერ ხვდება, რომ 4 წლის მანძილზე მე აქ ბრძოლა მელის და სადრო 4 კაცი დავიწყებ ამ ბრძოლას და სადრო 20 კაცი დავიწყებ ამ ბრძოლას. ეს ხო ძალიან დიდი განსხვავებაა. მე პარტიის არსებობას ეს ყველაფერი დამოკიდებულია ზუსტად იმაზე, თუ რამდენად ძლიერად ვიქნები მე თუნდაც პარლამენტში. ეს ხო ყველაფერი იმასაც ესმის. ანუ თუ ისმე მეუბნება, თქვა, ჩემი მომხრეა პარტნიორი და მეგობარი, რომ შეეგუე ამას, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩემი კეთილდღეობა ნაკლებად აინტერესებს. და დიდად რომ საქართველოს კეთილდღეობა არ აინტერესებს, ესეც ჩანს, ხო, როცა შენ ეუბნები ვინმეს, რომ უნდა შეეგუო ამ გაყალბებას. ვინაიდან ეს გაყალბება არის ქართველების მოტყუება. ანუ ესე იგი გეუბნებიან, რომ ქართველები რომ მოატყუა ვიღაცამ, ხო, თქვენ უნდა შეეგუოთ. ეს არის თქვენი ბედი. და თუ ჩვენ გეუბნებით რომ შეეგუეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს დაუჭერთ. შეიძლება თითი დაუქნიოთ, მაგრამ ლეგიტიმაციას ვცნობთ. ეს არის ძალიან ცუდი. ეხლა მე არ ვამბობ, რომ პომპეო ჩამოდის იმისათვის, რომ ამ ყველაფერში თქვა ხელი შეუწყოს ოცნებას. არა, ნამდვილად არა. მე ზოგადად ჩარევაზე 30 წლიან ჩარევაზე ამიტომ ვკითხო. პომპეოს ვიზიტთან აქ პირდაპირ კავშირი არა. რა თქმა უნდა, მეც ამიტომ ვკითხო. ბატონ გიორგი, ნახეთ, იმიტომ რატო გავიხსენე გახსოვთ ჩვენ ზუსტად ეთერებში პირდაპირ ეთერში თქვენ მოდიოდით ხშირად ხალბატონი ირმა არჩევნებამდეც იყო ასეთი ფაქტი, როდესაც ვერ გადავწყვიტეთ ქართულმა პოლიტიკამ, ქართულმა ხალხმა და მათ შორის პოლიტიკა ვერ გადავწყვიტეთ არჩევნები როგორ ჩატარებული იყო, იქაც ხო ჩარება იყო. ჩარებას დავარქვა დახმარება. მაგრამ ჩვენ ხო არ გადაგვწყვეტია ჩვენი. მე სხვა რამე მაინტერესებს. თქვენ თუ გაგიგიათ, აი საერთოდ ოდესმე, ჩვენ ხო თითქმის 183 ქვეყანაში ფლოპთ საელჩოს, ხო ფაქტიურად. დიახ. ეხლა ისმის კითხვა, თუ სადმე და ოდესმე გაგიგიათ, რომ საქართველოს საელჩო იყო დაპატიჟებული, სადმე და სადაც ეკითხებოდნენ რა ვქნათ, როგორ ამის არგუმენტი რა ექნება, იცი რომ ამის არგუმენტი რა ექნება, თუმცა ძალიან მზარდი ქვეყნებია და იქ ეგეთ რამე ახდება. ბატონო გიორგი, მოდით აი რო გავყვეთ კიდე ამ თემას, ძალიან სწორად ახსენეთ თქვენ და სპილოს ჯაჭვის ეფექტის მიყვები ახლა. რა გამოდის ბატონო გიორგი, ნახე მოდი ფსიქოლოგიურად და ფილოსოფიურადაც შევხედოთ. ამომრჩევლის უმეტესი ნაწილი არის გაწმილებული, ხო? ამაზე ხო თანხმდებით, იმიტომ რომ ნახევარზე მეტი ოპოზიცია არ თანხმდება ამ არჩევნებს
და შესაბამისად მხოლოდ ხდება ამარჩევნოს ხელისუფლება, რომელსაც აწყობს ყველაზე მაგრად ის შედეგი. და ეხლა მოდით იმ ოპოზიციაშიც კონკრეტულად გამოვხოთ პატრიოტთა ალიანსი. რატომ ყოფ ეხლა ამას? იმიტომ რომ თქვენთან მაქვს პირადად შეხება და ესე იგი როგორი დილემის წინაშე გახართ? ანუ რა გამოდის? თუ თქვათ ესეთი ვიზიტების დროს და ესეთი ჩარავების დროს, დახმარების დროს, რომ გეტყვიან რომ თქვათ აი ზუსტად მაგას იტყვიან რომ 4 კაცი შედით და იბრძოლ და ანუ რა გამოდის? უყურეთ თქვენ გაქვთ ფილოსოფიური და რაღაც მორალური დილემა. ან უნდა შეხვიდეთ და მართლა ვაიმე იცით რა არის? ის 4 კაციც ხო რა ვიღაცამ აირჩია. ამას ანუ ვერ გადააბიჯოთ იმ ხალხს და მეორე გადააბიჯოთ იმ ხალხს, რომელმაც აგიჩიათ, იმიტომ 11-12% უტყუარი უნდა ყოფილიყო ყველა მონაცემები და ამოქმების გაბათილებითაც ხო უკვე ჩანს, ან იმათეონებით უარს. აი ამ დილემას ამას როგორ უნდა უპასუხოთ მაშინ, იმიტომ რომ არავინ არ იცის ხვალინდელ პომპეოს ვიზიტები რო დასრულდება, ოპოზიცია იქნება თუ არა ერთიანი, შევლენ თუ არა პარლამენტში. აი ამ მორალურ და ფილოსოფიურ დილემას წინაშე რო ხართ, ამას როგორ უპასუხოთ? ნუ ჯერ მოდით აქაც პილოს ეფექტია ჯაჭვის? კი, მოდით ჯერ იმაზე გავცეთ პასუხი, მერაბ ხალხი რო გვეკითხება, თქვენ გაერთიანდით ოპოზიცია ერთიანი ამ შემთხვევაში ერთ აზრზე, ანუ ამის თქმა გინდოდა რომ ჩვენ ერთიანი არა ვართ. არა, მე იმიტომაც გამოვყავ პატრიოტად. უბრალოდ ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ და ამ პოზიციაზე ჩვენ ვრჩებით. ეხლა იმის თქმა რომ ჩვენ გავერთიანდით, არანაირი გაერთიანება არ მომხდარა, უბრალოდ ის რაც ჩემთვის მიუღებელია, ვთქვა, ანუ მე ვამბობ პირად რომ ჩემთვის მიუღებელია. თუ შენთვისაც მიუღებელი ამბობ რომ ჩემთვისაც მიუღებელია, თქვა და კიდევ ვინმე თუ იტყვის მიუღებელია, ეს იმას არ ნიშნავს რომ მე და შენ მეგობრები ვარ და ერთ გუნდში ვარ და რაღაც, უბრალოდ ჩვენთვის მიუღებელია რაღაც პოზიცია. ამ შემთხვევაში ეს პოზიცია არის აი ზუსტად ამ არჩევნების გაყალბება. ხო, გაყალბება ყოველდღე მიუღებელია, გასაგებია ყველასთვის. რაც შეეხება იმას, თუ მოხდება თუ არა იმ ოპოზიციის მხრიდან, რომელიც დღეს ამ კონკრეტულ პოზიციაზე დგას, გარღვევა და შევლენ თუ არა პარლამენტში, ამას ვერ გეტყვი, მაგრამ არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ ზუსტად ეს სატელიტური იარლიყი, რასაც გვაკერებდნენ და რაღაც, ანუ ჩანს ხო, რომ ჩვენ არა ვართ სატელიტი, იმიტომ რომ ჯერთი სატელიტე პარტიას ყოველთვის იმდენს უწერ, რომ სატელიტე ყავდეს და ვინ გამოჩნდა სატელიტები, ანუ 3% უცბად რომ მიიღო სხვადასხვა პარტიამ და თანაც არ უმუშავიათ პარტიული სტრუქტურაც რო არ გააჩნიათ. ნუ მე მგონი ხალხმა უნდა გაიგოს, ხო და მიხვდა მე მგონი კიდევაც რომ ვინ იქნება სამომავლო და ვინ არის რეალობაში სატელიტე. რაც შეეხება იმას, ვინ ესე ვთქვათ, გაუგორებს იმ კოჩს, ანუ გამოჩნდება ახლოს ცოტა ხანში გამოჩნდება და მეც გეტყვით უკვე არის მან კულუარული მას გეუბნები რომ არიან პარტიები უკვე რომლებიც ცდილობენ ვინმე შეაცდინონ თვითონ არ უნდა რომ იარლიკი მიიკერონ გაიგე რომ ისინი არიან სატელიტები მაგრამ ვინმე შეაცდინონ რომ იქნება შევიდეს რაღაც გამო და მე ჩვენც ვიტყვით რომ აი რადგან ერთი შევიდა ხო ნუ ჩვენც შევალთ ბუნებრივია რომ ესეც მოხდება თუ შევა ერთი და მეორე დანარჩენებიც შევლენ ამაში ვერაფერს ისეს ვერ ხვდება იმიტომ რომ უნდა დაკარგოს ტრიბუნა მიუხედავად იმისა რომ ლეგიტიმაცია უკვე ექნება პარლამენტს თქვა ამ შემთხვევაში დარჩენა გარეთ უკვე არ გიღირს გაიგე ის უფრო ამორალურია გარეთ იყო და ხელფასი იღებდნენ რასაც ადრე აკეთებდნენ მაგალითად ლეიბორისტებსაც გაკეთებდნენ ვიდრე ამაჟობია მართლა შეხვიდე თუ დაირღვა პრინციპი მაგრამ თუ პრინციპი არ დაირღვა რასაკვირველია რა თქმა უნდა ბოლომდე უნდა იბრძოლო და იქნება მიაღწიო ხო ანუ შენს მიზანს ხო და ამიტომ ვამბობ ჩვენ უახლოეს პერიოდში დავინახავთ ვინ დაარღვევს ამ პრინციპს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა რაც შეეხება ამ რჩევებს რჩევა კი უნდა მივიღოთ მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები რჩევა შეიძლება მივიღო ისეთ საკითხში რომელიც ჩემთვის ან კარგად არ არის შესწავლილი ჩემით თქვა ანუ კარგად არ არის შესწავლილი ან არ მესმის სწორად ან და პირველად შევდივარ საერთოდ ისეთ თემაში და ამიტომ მჭირდება ვიღაცას რჩევა რომ მირჩიო როგორ მოვიქცე მაგრამ 30 წელიწადია ფაქტურად აქ ყველა თაობა რომელიც იზრდება ხო იზრდება პოლიტიკოსად იბადება პოლიტიკოსად და იზრდება პოლიტიკოსად იმიტომ რომ გენში გვაქვს უკვე ეს პოლიტიკოსობა არ შეიძლება რომ ამდენის მნახველმა ერმა უცბად ვიღაცის რჩევა მოითხოვოს იმიტომ რომ არ ვიცით თურმე რა არის დემოკრატია არ ვიცით ჩვენ რა არის თანასწორობა არ ვიცით რა არის სიტყვის თავისუფლება რა არის აზრის გამოხატვის თავისუფლება თუმცა კიდევ ერთხელ გიმეორებთ ეგ ყველაფერი კი ვიცით მაგრამ დღეს სულ სხვა ცხოვრება სულ სხვა რეალობა აი მე და
თქვენ ბატონო მერე პროვინცით რა არის სიტყვის თავისუფლება, დღეს თურმე ეგ არ ყოფილა სიტყვის თავისუფლება. არც დემოკრატია და არც აზრის გამოხატვის თავისუფლება. იმიტომ რომ დღეს თქვენ თუ გამოხატავთ თავისუფალ აზრს თემაზე, რომელიც მიუღებელია ლიბერალისტებისთვის, თქვენ ბულინგის მსხვერპლი ხვდებით. ხო მიხვდით რაზე მაქვს საუბარი ხო? უამრავი მაგალითია, ხო? ბულინგის მსხვერპლი. მედია საშუალებით ყველაფრით. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ მათი აზრი დომინირებს თქვენზე და არა მხოლოდ დომინირებს, არამედ თქვენ აზრს ანადგურებს და ამავდროულად ის ხალხი ლაპარაკობს თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე. ის ადამიანი შენ გეუბნება ერთ რამეს, რომ შენი აზრი აქ საერთოდ საინტერესო არ არის და ამ ქვეყნიდან უნდა წახვიდე ამ აზრის მქონე ადამიანი. და ამავდროულად გეუბნება, რომ აი ეს უმცირესობები ვინც არიან, თქვა, ძალიან ცოდუები არიან, იმიტომ რომ ძალიან დიდი პერიოდი, თქვა, და დიდი ხანია იჩაგრებოდნენ მთელი ამბავი რაღაცა და ჩვენ უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ ამათ უნდა გქონდეთ სიტყვის თავისუფლება, აზრის გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ დემოკრატიისთვის ვიბრძვით მთელი ამბავი. ამ დროს დავიწყებული აქვს, რომ 2 წუთის წინ შენ გითხრა, რომ შენი აზრისთვის შენ დაიჟები და ქვეყნიდან უნდა წახვიდე საერთოდ. ესე იგი, არ არის აქ აზრის თავისუფლება და ჩვენ რომ ამას ხვდებით, თქვენს ყველა რომ ამას ხვდება, უკვე მეორე თემაზე გადავდივართ. ყველა რომ ამას ხვდება მთელი მოსახლეობა, უყურეთ, ბრძოლა არ შეუძლია და რატო? იმიტომ რომ 90% ტელევიზიების, გაზეთების, ანუ ყველა იმ სოციალური ქსელების, უნივერსიტეტები, განათლების სისტემა, კი ბატონო, აი აქეთკენ მივდიოდი რა, რომ სოციალური ქსელები ეს ყველაფერი არის ამ ხალხის ხელში. და უკვე ეს რას ნიშნავს, რომ რეალურად ვითომ ეს არის დემოკრატია, რეალურად, აი, ცდილობენ რომ მოგახვიონ თავს, რომ მართლა დემოკრატიისთვის იბრძვიან, რეალურად კი არა, ცდილობენ რომ მოგახვიონ თავს, რომ იბრძვიან დემოკრატიისთვის, მაგრამ რეალობაში ეს არ არის მათი აზრი თავს მოხვეული. მორჩა, ეს არის დემოკრატია არის მხოლოდ და მხოლოდ მათი მოხვეული აზრი. და თუ შენ ამას არ ეგუები, ესე იგი შენ ებრძვი დემოკრატიას. თურმე ასე გამოდის, რომ შენ ებრძვი დემოკრატიას. ეხლა რაც ხდება უნივერსიტეტებში. იცოდნენ, მიხვდნენ, თავის დროზე მიხვდნენ დიდი ხნის წინ და ამიტომ სხვადასხვა ქვეყანაში ატარებდნენ ამ ექსპერიმენტებს და ჩვენ ქვეყანაში ბუნებრივია შემოაღწია ამ ესე ვთქვათ საგანმანათლებლო პოლიტიკამ. ანუ ბავშვობიდან უნდა აღზარდო ფაქტიურად ადამიანი, რომელიც იაზროვნებს ისე როგორც სურს მათ. და ამისთვის რა არის საჭირო? ამისთვის საჭირო პედაგოგები, ლექტორები, რექტორები, რომლებიც ასწავლიან და აღზრდიან ამ ახალ თაობებს. და უკვე მესამე თაობა, მეოთხე თაობა რო იზრდება, იმ ბებერს ვინ გამოვუსმენს, თქვა, ანუ წარმოიდგინე ახლა მეოთხე თაობაა გაზრდილი ერთ ყაიდაზე და ერთ იდეოლოგიაზე და ვინ გამოვუსმენს იმ ბებერს ან რაღაცას. ხო და დღეს უნივერსიტეტებში რა ხდება? მე გეტყვით, რომ 80% უნივერსიტეტების, რა თქმა უნდა, ცვლიან შიდა, ანუ თავიანთ კადრებს ცვლიან და ისეთი პროფესორები, ისეთი განათლებული ხალხი უმუშევარი ხდება, რომ აი უბრალოდ ვერ წარმოედგინეთ, რამდენად განათლებული ადამიანია, რამდენად ჭკვიანი და რამდენად ბევრის მომცემი ადამიანია განათლების კუთხით, რჩება უმუშევარი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცა ახალგაზრდა მოყავთ, რომელსაც უკვე სისხლის გადასხმული აქვს, ტვინის გამორიცხილი აქვს და ყველაფერი და ეხლა მისი ამოცანა არის სხვას გამოურეცხოს, ახალ თაობას გამოურეცხოს ტვინი. აი აქამდე მივედით ჩვენ და ბრძოლა ფაქტიურად არ შეგიძლია შენ რეალურად რომ შეებრძოლო, რატო? იმისთვის რომ შეებრძოლო, მასა გჭირდება და მასა დღეს ფაქტიურად სირაქლემის პოზიციაში დგება რა, ოღონდაც მე არ შემეხოს და აღარ მინდა რომ სხვას ვინმეს თქვა რა, სხვას რაღაცა თქვა, იმიტომ რომ შეიძლება ბულინგის მსხვერპლი გავხდე. ამისთვის საჭიროა, აი მარტივად ამისთვის საჭიროა ეროვნული, მართლა ეროვნულად მოაზროვნე ძალების გაერთიანება. ეროვნული ძალების გაერთიანება სულაც არ ნიშნავს ანტიპროგრესულ ძალებს. ეგ არის აბსურდი. ზუსტად კიდევ ერთ-ერთი თემა, რასაც ცდილობს პროდასავლური კი არა და პროლიბერალური ორგანიზაციები, რომ გახვევენ თავს, რომ თუ შენ ახლა ეროვნულობაზე და იმაზე იწყებ საუბარს, თქვა რაღაც ისტორიაზე, ადაწესზე, კულტურაზე, შენ ხარ ანტიპროგრესული ადამიანი. და არ არის ეს პირიქით პროგრესული ადამიანი ხარ. პროგრესი განიცადე ზუსტად იმით, რომ შენ ანვითარებდი შენს კულტურას. კულტურული როგორ გახდა ადამიანი საბოლოო ჯამში, ხო? ესე იგი მიისწრაფებოდა და ანვითარებდა ამ კულტურას. თორე ერთ ადგილზე რომ ჩაკეტილი იყო, ბუნებრივია რომ ვერ იქნებოდა მისი კულტურული ზრდა.
ანუ წარმოიდგინეთ, ევოლუცია ადამიანის ხდებოდა ამ კულტურული და ესე ვთქვათ პროგრესის ხარჯზე და ამ კულტურის ზრდის ხარჯზე. დღეს გამოდის რა, რომ კულტურაც ყველაფერი უნდა დაივიწყო, უნდა გახდე გლობალისტი, თუ შენ გლობალიზმს ებრძვი, შენ ხარ მტერი. და შენ, როდესაც ხარ მტერი, შენ გებძვის მე უკვე ყველა აი ეს ლიბერასტული, გინდა ტელევიზია, გინდა სხვა რომელიმე სოციალური ქსელი. ეხლა წარმოიდგინეთ, Facebook-ი რო ავიღოთ, თქვათ რა, ერთ-ერთი სოციალური ქსელი. Facebook-მა შეიძლება დაგბლოკოს, იმიტომ რომ Facebook-ი, ამერიკის Facebook-ი კი არ გბლოკავს. აქ ზის ქართველი, რომელიც ხელმძღვანელობს აკაურ ფილიალს, ხო? ზის ქართველი და უყურებს, ოღონდ ეს ქართველი ზუსტად აი ესეთი მოაზროვნეა, ანუ ლიბერასტულად მოაზროვნე. და თუ მას არ მოეწონა რაღაცა ისეთი გამოთქვი, რომ მე მაგალითად არ მომწონს, როდესაც ნიფხავიანი გამოდის შიშველი ქუჩაში და დადის და რაღაც პროპაგანდას ეწევა. დაგბლოკავენ და გეტყვიან, რომ სიძულვილის ენით საუბრობ შენ თურმე. ხო ხვდები? და ამ დროს შენს რო ამბობენ, რომ უნდა განადგურდეს, ან რო წერდნენ, ეკლესია უნდა დაიცვას, ნეტა განადგურდეს, გახსოვთ რაც წერდნენ იმ პანდემიას. გინდა იმ რა ქვია ნოტრდამში რომ მოხდა რა ქვია ტაძარი რო დაიცვა რეებს წერდნენ რომ აუ რა კარგია რა ამას არ ქვია სიძულვილის ენა ამას რეებს იძახნია იყო გეუბნები მიკვირს მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა შენ როდესაც უბრალოდ ძალიან რბილად იტყვი რომ მე არ მომწონს ამის პოზიცია შენ სიძულვილის ენით საუბრობ და როდესაც ამბობ რომ ნეტა დაიწვას ყველა ვინც იმ ეკლესიაში და რაღაცა თურმე ეს არ ყოფილა სიძულვილის ენა აი ამას გვაჩვენ ახალი რეალობა არის ეს და თუ ამას არ შევებრძოლებით ბუნებრივია რომ ამათთან ერთად ჩვენ უბრალოდ რა ქვია ყველანი ერთად ჩავიძვირეთ ბატონო გიორგი ბრძოლასთან ერთად ბრძოლაში რა თქმა უნდა პოლიტიკური იგივე პარლამენტის ტრიბუნა მნიშვნელოვანია იგულისხმება რომ ყველაზე უმნიშვნელოვანესი ნაწილი განათლების სისტემა ანუ მთელი განათლება რაზეც თქვენ ახლა თქვით განათლება აქვს ჩაგდებული ხელში იმიტომ რომ ამაზე საუბარიც კი რომ დავიწყოთ ამაზე საუბარი ხო აი სიტყვა ტერმინოლოგიას დააკვირდით როგორ ანუ ეროვნულ სახსენებ პირდაპირ გიშვება რომ აო ეს რაღაცა გრუზინი მაპატიემ სუფთა გრუზინი სადღეგრძელოს იძახი ისიც რა არის რაღაცა ქართულ სიტყვი თქვათ რაღაცა შენს ტრადიციულ სიტყვი რაღაცას აო ეს ნახე ჩარჩენილი სიბნელე და ასე შემდეგ და ეხა ბნელს რო გეძახია ბნელის თქმა ხო შეურაცხყოფა იმიტომ რომ ბნელი ნიშნავს გაუნათლებელს ბნელი ნიშნავს მართლსიბრელეს და ისინი ეძახიან მაგრამ უყურეთ როგორ რაღაცა პატრიოტთა ალიანს სწორედ განათლების სისტემაზე როცა იყო საუბარი პირველი პუნქტად მახსოვს იმიტომ რომ ამაზე ხშირად საუბრობდი ჩვენ და მით უმეტეს დავით არხამოურავთან მეცნიერების და კვალიფიციური პედაგოგების გამოსტილი პედაგოგების დაბრუნება განათლების სისტემასთან რატო იმიტომ რომ სწორედ ის ხალხი წამლავს აი გადავხედეთ უნივერსიტეტ არ მინდა დავასახელო რომელია პოპულარული უნივერსიტეტები დღეს სადაც ძირითადად არიან ზორეთის კადრები სააკაშვილის დროს იყო დატოვეს და პოპულარული უნივერსიტეტები გახდა ანუ ახალგაზრდასთვის ჩვენ შვილებს 18 17 19 წლის შვილებთან კონფლიქტი გვიწევს იმიტომ რომ უკვე სხვა კამათით სხვანაირად მიდის მაგრამ ტერმინოლოგიას ებრძვიან ყველაფერს ებრძვიან და ამ ყველაფერთან ერთად ეხლა მინდა პარალელი გავავლო აი თქვენ რო ახსენეთ რომ ნახეთო აი ოცნების ანუ ოცნების ნარატივი და სიტყვებიც წამოვიდა ანუ სწორედაც დღეს ეხლა იბრძვის ანუ 3% დაეწერა პარტიებს პატრიოტთა ალიანსთან ერთად რომლებიც სანამ ეს არჩევნები იქნებოდა პირველი თქვენ გებრძოდენ და ანუ ჩვენ გვებრძოდენ იმ იარაღების სწორედ იარლიხები და ასე შემდეგ და სატელიტებს გვეძახდნენ პირდაპირ და დღეს ვინ აღმოჩნდა სატელიტი და ვინ არის ეს ნათელია ხო ამ ძალების გადაწყვეტილება ეხა მასიურად ბევრია არავის არ ეწერა განათლების მე რომელიმეს გახსოვთ პროგრამა აი პირდაპირ პროგრამა გახსოვთ სად ეწერა რომ განათლების სისტემაში უნდა მოხდეს ცვლილება რაც ეწერა პატრიოტთა ალიანსს არ ეწერა განათლების სისტემას მე ამბობ რეალურად არავის არ ეწერა ვინმეს პროგრამა გახსოვთ ქართული ოცნების პროგრამა იცით რაიმე ამ არჩევნებზე რამე ერთი დაპირება მითხარით მე ნაცების ერთი დაპირება გახსოვთ არ მახსოვს აი ნახეთ აი ამ ძალების ეგრეთ წოდებულ ბრძოლაში აღმოჩნდა მართლა ეროვნულად განათლებული ღირსეული ხალხი რომელსაც პროგრამაც ეწერა სისტემა განათლების როგორ უნდა შეიცვალოს ჯანდაცვის სისტემა როგორ უნდა იყოს დასაქმება როგორ უნდა იყოს ეს ხალხი აღმოჩნდა იმ ხალხთან ერთად ვისთანაც ერთად თქვენ გეძახთ რომ ვინც გეძახთათ რომ სატელიტები იყავით ამასაც მიაღწიეს საქმე იმაშია რომ ზუსტად იმიტომ გებრძვიან მე რა ისორად უნდა გაიგოს ზუსტად იმიტომაც გებრძვიან რომ შენ სთავაზობ ამ ჩიხიდან და ამ კრიზისიდან გამოსავალს გონივრულ გამოსავალს და ასაბუთებ კიდევაც რას და როგორ იზავ თორე შენ რო საუბრობდი რაღაც ისულელებს სიტყვაზე ვამბობ
დამიჯერე რომ არ იქნებოდი საშიში თუ არ იქნებოდი კი გექნებოდა შენი 8-დან 10%-მდე თქვა რა მუდმივად ეგ პრობლემას არ ქმნის არც უქმნის ოცნებას და არ უქმნის არც ნაცმოძრაობას ანუ იმ ლიბერალურ ძალებს მაგრამ შენ ახლა პრობლემას რატო შენ მართლა დარწმუნებულია რომ იცი ზუსტად რომ ახლა 3% კი არა 23%-იც მინიმუმ იქნებოდა ჩვენი ელექტორატის ხმა მაგრამ შენ პირდაპირ დაგიწერეს 3% ეს კი არის იქიდან ამოსული კი არ იყო ეს იყო დირექტივა რომ 3%-იან პარტიებად უნდა აქციო თქვა და პლუს ახალი პარტიები 3%-იან პარტიებად ხო აქციათ და ერთიანად შეიყვანეთ და ორ პოლუსიანი პარლამენტი შეუქმნათ ჩვენ ნაცები და ოცნება და მუდმივად ერთმანეთს შეცვლიან რატომ იმიტომ რომ დარწმუნებულები არიან რომ არც ნაცი და არც ოცნება აქ შენ ცხოვრების ხარისხს არ გაგიუმჯობესებს. არასდროს არ იყო გაუმჯობესებული და არ გაგიუმჯობესებს და ეს არის მთავარი ამოცანა რომ რაც შეიძლება ნაკლები მილიონერი და მილიარდერი ყავდეს საქართველოს მე საშუალო ფენაზე არ ვსაუბრობ მე რომ დაივიწყეთ საშუალო ფენა დაივიწყე. ანუ უნდა არსებობდეს თქვა 5-დან 8%-მდეა შეძლებული ანუ ამ კლანის წარმომადგენლები უნდა იყვნენ ვინც იქნება ხელისუფლებაში დანარჩენი იქნება საშუალო ფენის დაბალი დონე მოდი ასე ვთქვათ რა დაბალი დონე და სოციალურად დაუცველები რისთვის არის ეს საჭირო იმიტომ რომ როცა მოდის არჩევნები როდესაც რაღაცა ხდება აი ამ ელემენტარული დახმარებით შენ უნდა შეძლო ხმების ყიდვა აი რა ხდებოდა თუნდაც რეგიონებში მე კიდევ ერთხელ ვამბობ რა რომ ის რაოდენობა რაც მოვიდა დღეს არჩევნებზე ჩვენ ამ მომრჩეველზე მაქვს საუბარი რა რაც მოვიდა მადლობელი ვართ რომ მადლობას ვუხდით ჩვენ ამ მომრჩეველს მაგრამ რაც რაოდენობაც მოვიდა წარმოიდგინე რომ 30-40% კიდე დამატებითად იყო ნეიტრალური რომელიც წამოვიდა ჩვენკენ ზამბერმა და ამერიკა მე დარწმუნებული ვარ თქვენც არაერთმა ადამიანმა გითხრათ რომ პატრიოტებს უნდა მივცეთ ხმა იყო ეს ნეიტრალური ხალხის ყიდვას ცდილობდნენ და წარმოიდგინეთ როცა ადამიანი თქვა გეუბნება ნუ აი უნდა გადავიღო მე ეს ჩემი შემოხაზული და უნდა მივიტანო იმიტომ რომ მაძლევს 300 ლარს მაძლევს 500 ლარს პირდაპირ იყო ამაზე საუბარი 200 ლარი იყო ძალიან აქტიური ეგრეთ წოდებული სტავკა ქართულ თოგორ არის ნიშნული სხვა რამის თქმა მინდა აი როდესაც უკვე იმ დონემდე დავდივარ ჩვენ რომ ფული ფაქტიურად ამ ფულს 200 ლარს აძლევ და 300 ლარად შენ შეგიძლია ამ მომრჩევლის ხმა იყიდო ну მარტივად შეგიძლია დათვალო ხო შენ მილიონი ხმაც არ ჭირდება ხო მაგრამ თქვათ მილიონი ხმა გჭირდებოდეს ეხლა მილიონი ხმა თუ გჭირდება შენ რო მაგალითად 300 ლარი რო გადაიხადო ხო არის შენი 300 მილიონი 300 მილიონი ლარი რამდენია 100 მილიონი დოლარია წარმოიდგინე 100 მილიონ დოლარად მოდიხარ ხელისუფლებაში. აი უხეშად რო ვთქვათ რა. მოდიხარ ხელისუფლებაში და ორ თვეში აკეთებ 200 მილიონ დოლარს. უბრალოდ რაღაცა ტენდერის ჩატარებით. აი ამაზე 100-იც არ დაეხარჯებათ, იმიტომ რესურსი. კი, მაგრამ მე რა სხვა რამეს გეუბნებით რომ. აი ამაზე არის მიმართული ორივე პოლიტიკური ძალა რომ არ დაკარგონ ამის საშუალება. ანუ პოლიტიკურმა ძალამ კარგად იცის რომ რამე რო იყოს, აი 100 მილიონზე მეტი არ დაუჯდება ხელისუფლებაში მოსვლა, ხო ხვდებით? აი ეგ იცის და ამით არის წყნარად რომ ხვალზე თუ დამჭირდა, მაქვს ამის საშუალება და გადავიხდი. მაგრამ არ მჭირდება და რატო? იმიტომ რომ არის გარკვეულწილად მომხრე, შეიძლება 1-10-15% მომხრეა, ხო? იქ ადმინისტრაციული რესურსი. ნაცმოძრაობას ფული ოღონდ 200 და 300 ლარი არ არის საჭირო თქვა. იქ 150 ნუ 200 ლარს მივცემ, საკმარისია, ბევრს ხო არ ვაძლევ. შენ გაძლევ 200 ლარსო 1-3 ადამიანი კიდე მომიყვანო თქვა. აი ამ სქემით გაცილებით ნაკლები უჯდება ხო ეს არჩევნები. სანამ არჩევნების ყიდვა შეიძლება, მანამდე ისინი ყველაფერს იზავენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის რომ შენი ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესდეს. იმიტომ რომ თუ ადამიანი კარგად იგრძნობს თავს, კილო კარტოფილზე არ გაიყიდება და 200 ლარზე არ გაიყიდება და საერთოდ არ გაიყიდება, ბუნებრივი არჩევნებში მე უკვე გამარჯვება სერიოზულად გაუჭირდება და რატო? იმიტომ რომ შესასრულებელი იქნება მე ის პროგრამა, რომელსაც თავაზობ ამ მრჩეველს. და ამის გაკეთება არ უნდათ რომ მოდიოდნენ აქ ძალიან დიდი ლოზუნგები და რაღაც. ეხლა თქვენ სწორად ბრძანეთ რა დანაპირები ქონდა? არაფერი. არანაირი და რატო? უпроსოდ დანაპირები კი იყო, მაგრამ ამას დანაპირს ვერ დანაპირები რა იყო, რომ ნაცებო თქვენ დამთავრდებით. სხვა არაფერი არ იყო, რამე დანაპირები, იყო პროგრამა. მაგას ვამბობ, მე რას გეუბნებით რა, რომ დანაპირები კი იყო, მაგრამ ეს დანაპირები კი არ არის. ეს არის ეკო იმ დანაპირების, რომელიც იყო მართლა 2012 წელს. რომელიც ეხმარება დღემდე, აი გაქო ბუამოვა. მე არა ნაცები მოვლენ. რომელიც ეხმარება დღემდე, თუმცა პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 48%
რაც ახლა დაიწერა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ აქვს. ადრე ვფიქრობდით, რომ შეიძლება 20-დან 22%-მდე აქვს, დღეს უკვე ამასაც არ ვფიქრობ, იმიტომ რომ რაც ამათმა გამოიყენეს, ესე ვთქვათ, გაყალბების ყველა რესურსი 48%-ზე ზემოთ თუ ვერ ავიდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ გაცილებით უფრო ცუდად აქვთ საქმე ვთქვათ, ვიდრე ჩვენ კიდე გვეგონა. ხო და აქედან გამომდინარე ვამბობ რა, რომ დღეს სიტუაცია საქართველოში არის შემდეგნაირი. თუ არ გაერთიანდნენ, ეროვნულად მოაზროვნე ხალხი თუ არ გაერთიანდა და ეს ძალები თუ არ გაერთიანდნენ, ნუ ჩვენ ხვალ ზეგ უკვე საქართველოს მივიღებთ, აი როგორ რეალობას მივიღებთ იცი საქართველოში, რომ შენ რო ქართველი ქვია, შეიძლება ამაზეც კი არ მოგედავონ, მაგრამ შენ თვითონაც კი გაგიტყდება იმის თქმა, რომ აი ქართველი ვარ, ხო ხვდები? რატო? იმდენი უცხოელი შემოვა, ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ქსენოფობია და უცხოელები ეზიზღება და რაღაც, მაგრამ ხალხმა უნდა გაიგოს, სწორად ეხლა ვისაც არ ესმის დებილი ხარ პირდაპირ გეუბნებით, თუ გინდათ მე მიჩვენოთ, რომ შეურაცხყოფას გაყენებთ. რაც მეტი უცხოელი შემოდის ქვეყანაში და ზავდება ქართველი, მით უფრო ნაკლებად ბუნებრივია რჩება ის ეროვნული სული, რისთვისაც იბრძოდა თავის დროზე ჩვენი წინაპარი. არც ერთი ქვეყანა არ დაუშვებს იმას, რომ ან საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ან თავად ქვეყანაში უფრო მეტი ცხოვრობდეს უცხოელი, ვიდრე თქვათ ეთნიკურად იმ ქვეყნის მოქალაქე. გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც დაადგნენ იმ გზას და თქვეს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს იდენტობა, ჩვენ არ გვაინტერესებს თქვათ ეროვნულობა, ჩვენი ამოცანა არის ის ლიბერალური და ლიბერასტული გზა, რომელსაც ადგას დღეს ყველა გლობალისტი. ასეთი რამოდენიმე ქვეყანაა, მეტი კი არ არის, მაგრამ ოღონდ იქ ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესია, გაცილებით. არა, ის ქვეყნები პირდაპირ დოტაციაზე ჯდებიან. ხო, ანუ მაგას ვამბობ, ანუ ეგ აქვს თავმავალი ის, რომ აი დოტაციაზე ჯდებიან. სანამ 3-4 ქვეყანა ასეთი ხო დოტაცია ყოფნით ხო ხვდები, მაგრამ თუ ყველა ქვეყანა გახდა ასეთი, ყველას ხო არ ეყოფა ეს დახმარება ფულადი და ყველა მერე დაიწყებს უკვე იმაზე ზრუნვას თუ როგორ გადავრჩენდა. მერე გადარჩენა გაცილებით უფრო რთულია და რატომ? იმიტომ რომ ყველა თავისკენ იქაჩება. არავის არ უნდა ქვეყნის გადარჩენა. ყველა მერე ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე. რატო? ერი აღარ არსებობს, ხო ხვდები? ანუ იდენტობა დაიკარგა, ერი არ არსებობს და ერი თუ არ არსებობს, როგორ შეიძლება სხვადასხვა ერის ადამიანმა, რომელსაც არ უცხოვრია შენს ქვეყანაში, შენი ქვეყნის დამცველად გამოდიოდეს ქვეყნის გადამრჩევლად. ანდა როგორი სიტუაციაა, იცი ბატონო გიორგი, ანუ უყურეთ, ან ჩვენ საკუთარ ქვეყანაში ყველანი ვართ მოსამსახურე, ანუ მომსახურე პერსონალი, იმიტომ რომ ყვირი ვართ ამ ტურიზმს, ნუ აი ეს არის საერთოდ უტოპია, ანუ კიდე ტურიზმზე ყვირილი. და მე კიდე რა არის, იცით, აი ნახეთ მაგალითად კიდე რა ხრიკი აქვს ბატონო გიორგი. ბნელი ხარ, შენ არ იცი რას ნიშნავს ინვესტორის შემოსვლა. პირდაპირ გეუბნებიან, ანუ ფსიქოლოგიური მომენტიც არის, ყურე, მედია, მასმედია ფიქრობს, რომ თვითონ მაგარი ესე ეგრეთ წოდებული ისინი არიან რა, ანუ შემოქმედებითები, ან კრეატივშიკები, მოდი ესე ვიტყვით, ქართულად შემოქმედებითს ნიშნავს. ეხა ინვესტორს ეძახიან ადამიანს, აი ყურე ბატონო გიორგი, თაწმინდაზე ცხოვრობ თქვენს და ნუ თბილისში ვცხოვრობთ, ხო? ეგრეთ წოდებული სასტუმრო ბილტმორი, რომელიც აშენდა, რომელზეც გახსოვთ რა ხდებოდა და სხვათა შორის მაგ სასტუმროს აშენებაზე ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს მახსოვს იმელის შენობის აი ეს არდათმობაზე, სხვათა შორის ალეკო ელისაშვილი მაშინ და ჩვენ მოძრაობა რატომი და წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლები ვიყავითი და ვიბრძოდით. რა ხდებოდა უყურეთ, ნახეთ, თქვენ არ იცით რას ნიშნავს ინვესტორი. სააკაშვილმა ჩვენ ბრელები გვეძახა და არ იცით, ინვესტორი დაარქვა ადამიანს, რომელიც შემოვიდა, ნახევარზე მეტი თავისი ხალხი ამუშავა. სასტუმრო აშენდა თვითონ შენობა, ყველა შემოსული თანხა დოლარში გადის და ირიცხება თავის ბანკში. ანუ იცით რა, ვინც იცის ახლა ამაზე დაუწყებს კამათს, იმიტომ რატომ უნდა ვიყო ბნელი ხარ, არ იცის ეს ხო არ არის ინვესტორი. და მე რა გამოდის, ანდა მივიღებ როგორ ქვეყანას, იცით? მე არ მინდა ჩემი შვილი, იმიტომ კი არა რომ რაღაც მეთაკილება, ან ვინმეს ეთაკილება, კაცო, შრომას რა ჯობია, მაგრამ მოსამსახურე რო იყოს, მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ ტურიზმზე ვიძახო და აი ამათ ვემსახუროთ, არ მინდა, არც თქვენ არ გინათ, არც ნებისმიერ ადამიანს, ვის ახლა ამას უყურებს. იმიტომ რომ თუ მეტი გვა გენეტიკაში, თუ ამაზე მაგარი წარსული გქონდა. ბატონო გიორგი, ამაზე მაგარი წარსული გქონდა, ამაზე მაგარი განათლებული ხალხი ყავდა და აღარ მინდა მარტო წერა კითხვა გავრცელების საზოგადოება ვახსენო, ხო? და თუ ვაჟაბშაველა იმ ქალამნებში უფრო ჩემთვის მისაღები კაცი არ იყოს, ვიდრე ამათ რო გოიმიგონია, შენ რო დღეს ეროვნულობა ახსენო და რაიმე ქართული თქვა, ხო? განათლების ნაწილია ეს. ანუ პირდაპირ გეუბნები, ბნელი ხარ, აი რა იცის პატრიოტალიანს, მაგრამ პროგრამაში ვის რა ეწერა, მოდი ამას შევხედოთ.
პროგრამაში ვის რა ეწერა, რომელი მოდელები ეწერა და მათ არ ეწერათ. ამას ეძახიან ინვესტორს და სწორია რასაც ამბობთ. მე არ მინდა მაშინ მივიღებთ ეგეთ საქართველოს. ვიქნებით ყველა მოსამსახურე, სასტუმროებში კი ვიძახოთ მე ეკონომიკა, მაგრამ მომარშველის ტურიზმი ხომ არ არის გამოსავალი. აი ხარ რა დღეში ვართ, ხო? ანუ აი ეს არის და მათი იარაღიც ეს არის. მედია შეხედეთ, სიტყვის თავისუფლება არ არის. ეს არის სიტყვის თავისუფლება. დღეს არ არის სიტყვის თავისუფლება. დღეს ისეთ ხალხს აქვს ტელევიზიები, რაც გინდა თქვი ბატონო გიორგი. პირდაპირ თქვენ ყველას პირდაპირ ტელევიზიებით გადებდნენ, გეუბნებოდნენ რუსეთის აგენტები ხართ, სატელიტები ხართ და აქ ნახეთ. ერთადერთი რატომაც ამარჩევნებს ჩემთვის, ერთადერთი ძალიან მძიმე იყო შედეგები ჩემთვის, მაგრამ ერთადერთი რატომაც ნათელ წერტილს ხედავ, რომ გაირკვა თურმე და საზოგადოებამ ნახა, რომ პატრიოტთა ალიანსი რომ ამბობდნენ, აი ყველაზე დიდი ცილისწამო სატელიტი პარტია ოცნების. აი ეს არის. თორე აი ესეც მათი იარაღია. ისევ აგრძელებენ ბატონო გიორგი. ისევ გააგრძელებენ 4 კაცი იქნება პატრიოტებიდან 6 თუ 7, ისევ გააგრძელებენ ამას და დღეს ხო ვითომ ესია და ისევ გადავა ეს ეგრეთ წოდებული, რა ქვია, ვითომ მაგრა როა პრადვინუტები მაპატიეთ ხო სინამდვილეში მე მეგოიმება მაგალითად ეს შენი ქვეყნის ადამიანს ეს ზრდიდე ბნელს ეძახდე და ინვესტორი არიცი ბიჭო შენ სინამდვილეში არ ვიცი ხა ინვესტორი ქვია ამ რუსთაველის ბილტმორის მაგალის აი სანამ ინვესტორებზე გადავიდეთ უბრალოდ თქვენ ახსენეთ რუსეთის აგენტებს გვეძახდნენ ხო არა ეს ხო იყო კაცო კი მე უბრალოდ დღეს პარლამენტჯიზე ვისაც უნდა შევიდეს ნახოს საულმე სამადაშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ჩვენ ხალხო უნდა გავმიჯნოთ, უნდა გავმიჯნოთ ის, რომ თქვა ოკუპანტი რა და მეორე რომ დიალოგი აუცილებელია დიალოგი. წარმოიდგინეთ, ახლა დიალოგისთვის ჩვენ გვეძახდნენ აგენტებს, მოღალატეებს, პრორუსებს და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს თურმე ირკვევა, რომ აუცილებელია. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. კი, აუცილებელია, მე რა რომ ოკუპანტია, აუცილებელია. მე მომხრევარ ის იძახის. გავიგე, ხო და მაგას გეუბნებით, რომ მე აუცილებელია დიალოგი. ეხლა ხალხო ეს ორმაგი და სამაგი სტანდარტები. ადამიანებს ხო უნდა ესმოდეს თვითონ მოსახლეობას, რა ხო უნდა ესმოდეს, რომ ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ეგრევე დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს ეგრევე მეორეს ამბობს, მესამე დღეს მესამეს ამბობს, რომ ასეთი პოლიტიკოსი ქვეყანას არ გამოადგება. პოლიტიკოსი ისეთი გამოგადგება, რომელიც მოქნილი გამყიდველს არ ნიშნავს. არ ნიშნავს, რომ თავის პრინციპებს ხიდის. ეს მოქნილი კი არ არის გამყიდველია, პრინციპების გამყიდველია. მოქნილი პოლიტიკოსი ზუსტად ეგ არის, როცა ხედავ, რომ არის სერიოზული პრობლემა, თქვათ, ქვეყანასთან, მეზობელთან, ოკუპანტია თუ მტერი თუ რასაც ეძახი, არა აქვს მნიშვნელობა, ეგე რომ იმდენად მოქნილი უნდა იყო, რომ აქაც კი მოძებნო საშუალება დიალოგის და რაღაცა სიკეთე მოძებნო აი ამ ყოლავე და რაღაც სიკეთე წამოიღო იქიდან. აი ეს არის მოქნილობა პოლიტიკოსებს და არა ის რომ დღეს რადგან შენ გაწყობს და ამაში ფულს გიხდიან ამბობდნენ რომ ოკუპანტია მტერია და გამორიცხულია მაგასთან არ შეიძლება არც უნდა ვილაპარაკოთ მარტო უცხოელი პარტნიორების მეშვეობით და მთელი ამბავი და ხვალ როცა უკვე სუსხვა რამეს შეგიკვეთავენ ამბობდნენ რომ რა შუაშია კაცო მე რა მიშვიდ პირველი მივა კი რა შუაშია ლავროვთან ეგეხ უნდა ვაწარმოოთ დიალოგი ასეთი პოლიტიკოსები ქვეყანას რო არ გამოადგება და თქვენს მომავალს და თქვენ შვილებს რო ხო უნდა გესმოდეთ მაგდენი ახლა ადამიანი რო აკეთებს არჩევანს თუნდაც ის მცირე რაოდენობა რომელიც ხმას აძლევს რომ ტვენი ხო უნდა გაანძრიო ხო უნდა ხვდებოდი რომ მარტო შენზე კი არ უნდა ფიქრობდი ქვეყანაა კიდე ხო და ქვეყანა იღუპება ეხლა რაც შეეხება ან ინვესტორებს როცა თქვენ ამბობთ რომ ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმი აუცილებლად უნდა ვითარდებოდეს ტურიზმიდან ძალიან დიდი თანხა შემოდის ბიუჯეტში მაგრამ აი ახლა უყურეთ რა ხდება ტურისტი რო ჩამოდის და სასტუმროში რჩება, რომელიც ქართველს არ ეკუთვნის და საქართველოს არ ეკუთვნის, ბუნებრივია რომ იქიდან ბიუჯეტში შედის მიზერი, ანუ მოგების გადასახადი, მხოლოდ. ის ადამიანი მთელ ამ ფულს აგზავნის თავის სამშობლოში. თქვენ სწორად აღნიშნეთ. კი, ესე. და როდესაც ქართველია და როდესაც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც აქ ცხოვრობს, ის ამ ფულს ისევ აქ ხარჯავს. ანუ აქ უკვე ჯაჭვური რეაქცია, რაღაცას ყიდულობს უფრო მეტ, თავის შვილებს აძლევს, ისინი ყიდულობენ და დოლარი არ გადის ქვეყნიდან, ბატონო, დოლარი გადის, მილიონობით დოლარი გადის. იმიტომაც გვაქვს ასეთი ინფლაცია, ამიტომაც გვაქვს ასეთი ლარის კურსი, რომ ეკონომიკა არ იზრდება, დოლარი მუდმივად გადის, განიდინება ქვეყნიდან და ფაქტურად რა რჩება.
არაფერი არ რჩება ამ ქვეყანას. რჩება ინვესტორი, ეგრეთ წოდებული, რომელიც მუშაობს თავის თავზე. და შენ მხოლოდ მოგების გადასახადს ისეს ბევრ შემთხვევაში იმას მალავენ და უფრო ნაკლებს იხდიან, ანუ ეს რაც შედის ბიუჯეტში. აი ეს არის ის რეალობა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. თუნდაც ავიღოთ თქვა აჭარის რეგიონი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა შუაშია ქსენოფობია, რა შუაშია თქვა თურქოფობია. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს თურქი, ძალიან ახლო მეგობრები არიან, კაცო, მეგობრობთ. ძალიან კარგი ერია. მე თუ არ მომწონს თქვა ქვეყნის პოლიტიკა არ ნიშნავს, რომ ერის წინააღმდეგ გამოდიხარ. ეგეც მათი პრიარაღია, რომ ესე წაიყვანო, რომ აი თქვენზე თქვა, რომ ნახეთ, ეს ლაპარაკობს, თორე განათლებულ კაცს ამას ვერ ათქმევს. რა თქმა უნდა, მაგრამ ხვალ მე გარწმუნდებ, რომ ხვალ შეცვლიან პოზიციას, ვიღაცა გადაუხდის პულზე, იტყვიან, რომ რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება თქვა ამდენი რომ მოქალაქე ხდება, თქვა თურქი თუნდაც საქართველოში. არ შეიძლება იმ პოზიციას დაიკავებენ, რა პოზიციას გვიკავია ჩვენ და თავის თავზე კი არავინ არ იტყვის, რომ მეც ქსენოფობი ვარ და მეც თქვა თურქოფობი ვარ და რაღაცა. იტყვიან, რომ ეს სწორი პოზიცია, ეროვნული პოზიცია. ყველა, აი როგორც სააკაშვილი გახდა ეკლესიური და თურმე სააკაშვილზე მეტად ეკლესიური, აქ ჩვენი პატრიარქის არ ყოფილა გაიგე, აი ესე გახდებიან ისენიც. მაგრამ რაზე ვსაუბრობთ? კიდევ ხო ვამბობ, ძალიან ბევრი თურქი მყავს მეგობარი, ხო, ძალიან კარგი ერი, ძალიან ვმეგობრობთ, აი ძალიან ბევრთან რა, მაგრამ პოლიტიკა არ მომწონს ქვეყნის, ხო? მაგრამ ამ პოლიტიკასაც თავი დავანებოთ. იმ ქვეყანას თავისი საგარეო პოლიტიკა ასეთი აქვს და ამ პოლიტიკას მისდევს. თავისი ქვეყნის ინტერესები რამდენად სწორი აქვს. თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს. ამიტომ იმ ქვეყანასთან პრეტენზია იმაზე, რომ შენი ქვეყნის ინტერესებს რატო იცავ, ნამდვილად არ ვერ გექნება, ხო და ვერ წაუყენებ ამ პრეტენზიას. პრეტენზია გვაქვს ჩვენს ქვეყანასთან. შენ რატომ არ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს? ამ შემთხვევაში რა არის შენი ქვეყნის ინტერესი? შენი ქვეყნის ინტერესი არის ის, რომ სასაზღვრო რეგიონში, რომელიც ესაზღვრება თურქეთს, არ შეიძლება რომ ამ რეგიონში დომინირებდეს თურქი და მით უმეტეს არ შეიძლება რომ ამ რეგიონში ქართველი იყოს დამოკიდებული თავიდან ბოლომდე თურქზე. ეგ არ შეიძლება, ეს არის უბრალოდ უსაფრთხოების დოქტრინა, რომელიც ოდნავ მოაზროვნე ადამიანს უნდა ესმოდეს, ხვდები? და აქ სახელმწიფოზეა საუბარი. და როდესაც ამაზე საუბრობ ღიად, შენ გეუბნებიან, რომ ქსენოფობი ხარ. შენ ხარ ქსენოფობი, შენ ხარ თურქი. პრობლემებს ვიქმნი. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა, ვისთან ჩვენ საზღვრები გვაქვს, რა ქვია, დამტკიცებული, ვისთან ჩვენი პარტნიორები, ვისთანაც მეგობრობ და მთელია ბიჭო, ვიმეგობროთ. არავინ არ ამბობს, რომ უნდა ვეომოთ, კაცო. ვიმეგობროთ, გავაგრძელოთ ეს პარტნიორობა და კიდევ ერთხელ ვამბობ, საერთოდ არაფერს არ ვეუბნები თურქებს, ჩვენს ხელისუფლებას ვეუბნები. რომ დაფიქრდით ხვალზე ეგ პრობლემა, როცა უკვე რეალურად დადგება, თქვენ უკან ვეღარ დაიხევთ, იმიტომ რომ თუ უმრავლესობა თურქი იქნება აჭარის რეგიონში, გეუბნებით, თუ ისინი უმაღლეს საბჭოში უმრავლესობით მოხვდნენ, თუ ყველა ქართველი იქნება დამოკიდებული მათ ბიზნესზე. დასაქმებული ეყოლებათ მათ ყველაზე ხო და მაგას გიო, თუ ყველა ქართველი იმ რეგიონში იქნება უმრავლესობა დასაქმებული მათზე იქნება დასაქმებული, ესე იგი პირდაპირ იქნება მიბმული, ხო, მის ესე ვთქვათ მოქმედებებზე. ხვალ ზეგრო მოხდეს მანდ არჩევნები, ყოველთვის წაგებული იქნები. ქვეყანა აგებს, აქ მარტო რეგიონზე არ არის. ქვეყანა აგებს და დღეს შენ რო ხარ ხელისუფლებაში, რას აკეთებ იმისათვის, რომ პრევენცია გაატარო? არაფერს. რატო? ორი ვარიანტია. ან გაყიდული ხარ, ან არ გესმის. ეხლა ვინმე რომ მითხრას, რომ იმდენად უტვინოები არიან, რომ არ ესმით, უფრო ნაკლებად დავიჯერებ, ვიდრე ის, რომ გაყიდულები არიან. ეხლა ვიღაცა იტყვის, როგორ არიან გაყიდულები, თქვათ რა, ფული აიღეს ამაში? პირდაპირ არა. აი მაგალითად, ხელმძღვანელები იყვნენ აჭარის რეგიონის, ხო, რამოდენიმე ხელმძღვანელი, ვისაც პირდაპირ ჰქონდა სიმამს ჰქონდა ბიზნესი თურქეთის ერთ-ერთ უძლიერეს ბიზნესმენთან, პირდაპირ ურთიერთობა ჰქონდა ბიზნესში იყვნენ ერთად. ანუ ინტერესების დამცველი იყო ერთი რეგიონის უფროსი, რა თქმა უნდა, ის თავისით ვერაფერს ვერ გადაწყვეტავდა, აქედან რო არ ქონოდა, ესე ვთქვათ, თანხმობა და მხარდაჭერა. ესენიც არიან, აი თუნდაც ტრანსპორტი რო ავიღოთ, ეხლა თურქული ავტობუსები რო დადიან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ არის საუბარი თურქზე და არ არის საუბარი თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ შენ უსაფრთხოების დოქტრინა საერთოდ არანაირად არ იცავ და განვითარებულიც არ აქვს ეს უსაფრთხოების დოქტრინა. კანონი არ არსებობს, ბატონო გიორგი, აი მაგალითად გერმანიის მაგალითს ავიღოთ, ანუ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა ავიღოთ. ყველაფერს ვერ იყიდი, მილიონი ბარიერია, სოფლის მეურნეობის მიწიდან დაწყებული, სახლის შენობა, ხო არის რაღაც, ანუ თუ ამათ გააჩინათ, ჩვენ არაფერ არ გაგვეჩინათ, საზღვრებს გადავხედოთ. ჩვენ როდის საუბრობდით, აი დავით გარაჯის თემას წამოვიდა ავტომატურად და მინდოდა მართლა მეკითხა. როცა ნინიას ბაღი გაქვს, ნინიას ბაღი, ეს უფრო ღია კარის დღე გაქვს ყველასთან. და თუ ჩვენ საქართველოში
თურქის უფლებები დაცულია და ყველას უფლება დაცულია. საქართველოს მოქალაქის ჩაის რო აკრეფინებენ და ჩაის იქვე რო ძინავთ, იმათი უფლებებზე რო ხმას ამოიღებ, მაშინაც რატო ხდები ქსენოფობი ვერ გავიგე. ანუ აქ საუბარი რაზეა, იცით? კანონი ხო უნდა არსებობდეს, რომ საქართველოში ქართულ ბიზნესმენს შეუწყე ხელი, ვინც გადასახადს იხდის, ვინც კიდე მეც სასაქმეს, ვიდრე იმას. სულ მომყავს მაგალითი ბატონო გიორგი. მთელი გურიის გზა ჩინურმა კომპანიამ გააკეთა. არაფერს არ ვამბობ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, სერიოზული კომპანია, ჩვენ ვითომ მეგზევები აღარ ყავს, კარგი, გავიგეთ. ჩინელებს დასაქმებული ყავდათ პატიმრები. ბატონო გიორგი, არ ვიგონებ. პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე. თუ ინვესტორს ვალდებულება აქვს, რატო არ დაასაქმა? გურულები ვერ მუშაობდნენ, უმეტესი 70% მუშაობდნენ პატიმრები. როგორ მიხვდებოდით ამას? ბრასლეტებით. ანუ ნახეთ ჩინეთმა, ჩინურმა მხარემ საერთოდ უფასოდ, ანუ პატიმრებს რო ჩამოიყვან. პატიმრები მუშაობდნენ, მთელი გზები დაგებული ასე. ქართველს მონაწილეობა არ მეუღია, ანუ ქართველად და ჩვენ ვიძახით, ინვესტორია. ჩვენ როგორც კაზინოს იმაზე რატო ვერ ამბობთ? სახელმწიფოში ქვეყანამ ვერ თქვა უარი კაზინოზე, რატო? იმიტომ რომ აქვს უდიდესი შემოსავალია, გაგიჟდით? რაღაცაზე ხო უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ბატონო გიორგი. ეხლა ამ პარლამენტში რა კონფიგურაციაც ხდება? ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას? ისევ ოცნება და ნაცები მთელი 4 წელი დაიწყებენ ერთმანეთის ვითომ რაღაც ბრძოლას და სინამდვილეში რა აღმოჩნდება? აი ესე თითით საჩვენებელი. დავით გარეჯის თემა დაიკიდა თუ არა აერში? უმძიმესი პრობლემა არის თუ არა? დავით გარეჯის თემიდან არ ვიცი მე, გულის ტკბილით ვამბობ. ჩამოჩოჩებული ვარ თუ არა და პატრიოტ ალიანსი იყო პირველი, ვინც ამაზე ხმა ამოიღო. და პატრიოტ ალიანსს არ თხოვეს, არ შეგეხვეწეს ხელისუფლებამ, რომ მე პირდაპირ ეთერში მითხრა ბატონ დავით არხამაუროვმა, რომ მივცეთო ვადაო ეხლა, იმიტომ რომ ხელი არ მე ჩვენ არ დაგვაბრალონო რამეო. 15000 კაცი რომ მოგვაბრუნებინეს უკან. რატო მოხდა ესე და დღეს არ არის პრობლემა? თქვენ რო ახსენეთ, ცოტა მოქნილი იყოს, ან ელასტიური აზროვნება, პოლიტიკოს როგორ არ უნდა ქონდეს, ელასტიური აზროვნება, რომ სიტყვა ეხლა შანსი გვაქვს თუ არა დავით გარეჯს დავიბრუნოთ. აზერბაიჯანი არის ეხლა რაღაც კარგ პოზიციაში, იქნება და გვაქვს შანსი, კაცო. ნუ აზერბაიჯანთან ჩვენ ყოველთვის უნდა გქონდეს ესე ვთქვათ, ნორმალური. და დავამთავროთ დავით გარეჯის თემით. მართლა მაინტერესებს რა ხდება? ნორმალური დიალოგი, არა, დავამთავრებთ კი, მაგრამ 2 წუთით შევა. მანამდე უბრალოდ შევეხოთ შემოსულ კომპანიებს, თქვენ ჩინელები ახსენეთ ახლა. იმის თქმა, რომ არავინ არ უნდა შემოდიოდეს, რამე ამის თქმა არ შეიძლება. უნდა შემოდიოდნენ, მაგრამ უნდა არსებობდეს ლიმიტები, ხო ხვდებით? აი მაგალითად საელჩოში, ავიღოთ ამერიკის საელჩი, ხო? წელიწადში მას ლიმიტი აქვს, წელიწადში გარკვეულ n რაოდენობა ხალხის მეც ვერ შეუშვებს ქვეყანაში. ანუ ეს ლიმიტი აქვს და ამ ლიმიტს იცავს ყოველ წელიწადს, ხო? ანუ ნებისმიერ სხვა საელჩოს. ანალოგიური სიტუაცია არ შეიძლება შემოუშვა, თქვა, წელიწადში 1000 და 2000 უცხოელი და დაასახლო იქ ძალიან კომპაქტურად დაასახლო, თქვა, რომელიღაცა რეგიონში და ყოველ წელს, თქვა, შემოუშვა 2000, 3, 5, აი რამდენიც უპრაგრამოთ, რამდენიც უნდა იმდენი შემოდის, ამის გაკეთება არ შეიძლება. უნდა იყოს დაწესებული რაღაც ლიმიტი და თანაც არ უნდა აძლევდეს საშუალებას, რომ კომპაქტურად სახლდებოდეს. ეს არ არის ამერიკა და არ არის ამერიკის შტატები, ხო ხვდები, სადაც შეიძლება, ან თუნდაც რუსეთი იმხელა ქვეყანა. გაუსახლებელი ტერიტორია, ან კანადა. კი, რომ მანდ ეხლა, თქვა, ან ჩინური დასახლება რო არის, ან რაღაცა და ჩვეულებრივ. ეგ არის საქართველო, აქ ჩინური დასახლება მთელი თბილისი იქნება. ან თუნდაც თქვა რომელიმე სხვა ქვეყნის მთელი თბილისი იქნება. აქედან გამომდინარე, მაგას ვამბობ რა, რომ როცა შენ ცხოვრობ ისეთ ტერიტორიაზე, თქვა, როგორიც არის კავკასიის ცენტრი, ანუ საქართველო, ხო? სხვანაირად უნდა იაზროვნო მეზობლებთან დაკავშირებით პირველ რიგში, რა თქმა უნდა. სხვა პოლიტიკა უნდა გაატარო. უფრო მეტად ყოველთვის უნდა დაიცვა, პირველ რიგში, ქვეყანა საკუთარ ინტერესებს უნდა იცავდეს. უნდა დაიცვა შენი ინტერესები, იმის ინტერესების უნდა გაითვალისწინო, მაგრამ პირველ რიგში შენი ინტერესები უნდა დაიცვა. აქედან გამომდინარე არის ზუსტად აი ეს ურთიერთობები, რომელიც მე ლაგდება და რაც შეეხება დავით გარეჯს, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიც არის, მეგობარიც არის, ყველა უნდა ვესაუბროთ, უნდა ველაპარაკოთ და პირველ რიგში ამ ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ ამ ხელისუფლებამ სააკაშვილმა გაყიდა ეს ტერიტორია. აი ამისაც ეშინიათ, რატო? იმიტომ რომ მე დასავლეთის აი ამ რა ქვია, ნაცმოძრაობის ეს ლობისტები შეიძლება თითის დაუქნიონ და შეიძლება ვითომ ფერადი რევოლუციას მოუწყონ. როგორ გაბედეთ და ეგ ხმამაღლა როგორ თქვით. აი ეგ არის ზუსტად, როცა ხელისუფლებას ეშინია, როცა ეშინია, რომ ან თანხას გაუყინავენ, ან ფერადი რევოლუციას მოუწყობენ რაღაცა, ასეთი ხელისუფლება შენს სიკეთეს ვერ მოგიტანს. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. ჩვენი დრო ამოიწურა სამწუხაროდ. გიორგი ლომია, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია პატრიოტების თავმჯდომარე იყო ჩვენთან პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა მას. ახლა კი დაელოდეთ ნამდვილი ამბები იწყება დავით ახვლედიანთან ერთად.
კარგად გზანდებოდეთ ნახვამდის.